მოგესალმებით მეგობრებო. ეს 2 თებერვალია. თუმცა გუშინ როგორც შეგპირდით, მაქვს ახლა დრო და აფხაზეთთან დაკავშირებით მინდა გესაუბროთ, მაგრამ სანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე მინდა გამოვეხმაურო იმას, რაც თბილისში ხდება, ის წივილ-კივილი, ის ნაჩქოცობის ერთი ისტერიკა, რაც არის ატეხილი და აქედან გამომდინარე მინდა ეს საერთო სურათში რო ეს ყველაფერი ჩაჯდეს, როგორც ერთ მხარეს და მეორე მხარეზე ერთი და იგივე სიტუაცია ტრიალებს. და ამას შევხედოთ ქართველებმა რა, ნორმალურმა ადამიანებმა ამ ყველაფრის დანახვა შევძლოთ სინამდვილეში რა ხდება. მოკლედ ჯერ მინდა ვთქვა ის, რომ დღეს არის 2 თებერვალი, რომელიც ძალიან წარეთ, უბედურად არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს ფოტო არის 92 წლის 2 თებერვალს, დემოკრატი შევარდნაძის მომხრეებმა კიტოვანმა და სიგუამ და ამათმა, რომლებმაც საქართველოში დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, 2 თებერვალს დახვრიტეს უდანაშაულო ქართველები. უფროს თაობას ახლა კარგად ახსოვს, ჩემ თაობასაც ახსოვს ბავშვობიდან. და მაშინაც ეს მოვლენა იყო, ჩაერიენ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში დასავლეთიდან და რუსეთიდან, რომელიც იმ პერიოდში თავიდან ბოლომდე იყო ლოიალური დასავლეთის, დაამხეს ეროვნული ხელისუფლება, ქართული ხელისუფლება და მოიყვანეს შემდეგ პროდასავლურ, პრორუსული ძალები და მის მერე ვართ ამ დღეში და ხალხმა მაშინ გამოხატა პროტესტი. და ახლა სულ 9 აპრილიო როაკერიათ ენაზე, 2 თებერვალი უკვე აღარავის აღარ ახსოვს. ეს რაც საკუთარ ხალხს მოუწყვეს. და ეს უბედურება დაატრიალეს. ანუ გლოვის თარიღი არის და დღესაც ის რაც ხდება იქ, გონიათ ახლა, რომ ესეთი თარიღები შემთხვევით ხდება, ზუსტად ეს პარალელები არის. შემთხვევით არ არის ეს თარიღი შერჩეული, რაც წივილ-კივილიცა ახლა თბილისში, შემოსასვლელთან ქუჩის გადაკეტვა, ასექნა, ისექნა, რომ გავლონ შემდეგ პარალელი თქვან, რომ როგორც 2 თებერვალს ზვიადის მომხრეები დაამხეს, ისე გვამხობენ ახლა ჩვენც და ეს მსხვერპლობა და სინამდვილეში ვინც მოაწყო მაშინ 2 თებერვალი, ეს დასავლეთის ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიას რო იძახიან და ეს deep state ის აწყობს დღესაც იგივეს ამ მოვლენებს. ეს არის ასე. თუ ვინმეს ამ საკითხთან დაკავშირებით კიდე კითხვები გაუჩნდება, ბოლოში დამისვით და ვეცდები გაგცეთ პასუხი. ხსოვნად არ დავიწყებ ამ საცოდავი ადამიანების. დავდებ მე ჩემ გვერდზე, YouTube-ის გვერდზე და Facebook-ის გვერდზეც დავდებ 2 თებერვლის მოვლენებს და თქვენი თვალით ნახეთ. როდესაც დემოკრატი შევარდნაძე და ეს მხარდაჭერილი ბუშიდან და ბეიკერიდან და მთელი ამ ნაბიჭრებიდან გენშერიდან და ამათგან დემოკრატი შევარდნაძე რო იყო მოსული და ამას ვერ ხედავდნენ საქართველოში და უკნიდან განათლებული ინტელიგენცია რო ერთ ამბავში იყო. მოკლედ ეს თარიღი არის, ახლა შესავალი ნახდათ იყო, ამას ვერ აუვლიდი გვერდს. ახლა გადავიდეთ აფხაზეთში. ანუ აფხაზეთში რა ხდება? მოკლედ იდენტური სიტუაცია არის იქაც. თუ კი ჩვენთან არის დასავლური დაპირისპირება, იქ არის დასავლურ თურქული ერთ მხარეს და მეორე მხარეს რუსული დაპირისპირება. საინტერესო მოვლენა არის ის, რომ აფხაზების თვითონ ამ აფხაზური საზოგადოების პოლიტიკის, ასე რომ ვთქვათ, აზრის ლიდერებმა აფხაზეთში მცხოვრები
სომხები, ახლა ამოიჩინეს სომხები და დაუპირისპირდნენ სომხებს. მათ აკიდეს პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ბჟანია იყო აფხაზეთში პრეზიდენტად, რომელმაც ხმა მისცეს, მამას მოყვა მერე ერთი გარჩევები, ერთი ამბები, დაიწყეს უკვე ლაპარაკი, რომ თურმე სომხები უკვე აფხაზეთში აფხაზებზე მეტი არიან და ეს პრობლემას ქმნის. ის დაავიწყდათ. აფხაზეთის ომის დროს სომხური ბატალიონი როგორ იბრძოდა მაგათ მხარეს და რომ ერთი ძმები იყვნენ და შენჭირიმე შენგენაცვალე. ეს საერთოდ აფხაზურ ფენომენს, ეგრეთ წოდებულ აფხაზურ ფენომენს, რომელშიც არა მარტო აფსუები არიან, იმიტომ ეს აფხაზობა არის იდეოლოგია. იდეოლოგია არის აფხაზობა, ეს არანაირად ეს არ უკავშირდება ეთნიკურ წარმომავლობას. არანაირად შუაში არა, უბრალოდ მოიხსენიებ ახლა ამ ყველაფერს, რო არ გამოვყოთ იქ აფსუა, იქ რა ვიცი, გააფხაზებული ქართველი და ასე შემდეგ. ეს არის იდეოლოგიური გაერთიანება, რომელი იდეოლოგიური გაერთიანებასაც გააჩნია ასეთი აზროვნება, როგორ აზროვნებასაც ვხედავთ ჩვენ თავის დროზე, ამ იდეოლოგიური გაერთიანების მთავარი სამიზნე იყო ქართული მოსახლეობა, ქართველები წარმატებით მოახდინეს რუსების დახმარებით და არა მარტო რუსების დახმარებით, თურქების დახმარებითაც და არა მარტო თურქების კიდევ ძალიან ბევრი ადასჯულის ხალხი იბრძოდა იქ და სხვები ჰქონდათ ჩაყოფილი სირიიდანაც, იორდანიიდანაც, სხვათა შორის ჩრდილო კავკასიელებზე ხო არა მაქვს საუბარი, ისრაელიდანაც სხვათა შორის კარგად ჰქონდათ სხვები ჩაყოფილი იქეთ მხარეს. მაგრამ ახლა დარჩა აფხაზური, ისა რა ქვია, სომხურ-აფხაზური ძმობა, აფხაზურ რუსული ძმობა და ახლა პრობლემები რომ გაჩნდა, ეს ძმობა აჩენს ამ კბილებს. სინამდვილეში რა არის ეს ყველაფერი? აი თამაზი მწერს როგორ არ მახსოვს მეც იქ ვიყავიო მაგ აქციაზეო და ეს სულ ახლო წარსული არის, ეს ახლა იმ ბავშვებმა რომლებიც დარბიან ქუჩაში, იმათმა არ იციან თუ არა. აგერა უახლესი ისტორიის ტრაგიკული ნაწილი. როგორ არ მომენატრა ძმა ქუთაისი, გეხვეწებით ნუ შემიშლით ხელს მაგაზე შემდეგ ვისაუბროთ ერთი თემას მინდა ეს თემა მინდა აუხსნა. და ძალიან დიდი დაპირისპირება მოხდა აფხაზურ და სომხურ ნაწილში. ეს დაპირისპირება ყოველთვის ჩანდა. იყო საუბარი, რომ სომხები კულტურულ ავტონომიას ითხოვდნენ და მთელი ამბები რა, ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ეხლა გამოჩნდა განსაკუთრებით. ახლა იფიქრებს ადამიანი, რომ აი სომხებს და აფხაზებს შორის დაპირისპირება აიწყო ჩვენ ასეგან. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხარე და ჩვენი ძალა ამ ყველაფერში არანაირად არ ჩანს. არ ჩანს. მე მინდა გითხრათ, რომ ქართველებს იქ არავინ არაფერს არ გვეკითხება. იქ არის დაპირისპირება შემდეგი ძალების. ესა თურქულ დასავლური ძალა და რუსული ძალა. ახლა რო გასაგები გახდეს საზოგადოებისთვის, თუ ეს როგორ ხდება და რანაირად ხდება, ვეცდები რომ აგიხსნათ. მოკლედ, რუსები როგორ არიან აფხაზეთში წარმოდგენილი და წარმოჩენილი, ამას ბევრი ახსნა განმარტება არ ჭირდება, ხო? თურქებიც როგორ არიან წარმოჩენილი აფხაზეთში, არც ამას ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, იმიტომ რომ გარკვეულმა ადამიანმა იცის, რომ თურქეთში არის დაახლოებით 300,000-იანი მუჰაჯირების შტო, რომელიც შტოც თავის დროზე რუსეთის იმპერიამ გაასახლა თურქეთში, ოსმალეთში, 4 მილიონი ჩერქეზული ისა, ასევე რომელიც არის თურქეთის გავლენის ძალა, ისევე როგორც თურქი მესხები და გამაჰმადიანებული ქართველები, რომლებიც თურქეთს აქვს დაკონსერვებული კავკასიური პოლიტიკისთვის. ესეც არაა გასაგები, მაგრამ როგორ შეყო ცხვირი დასავლურმა გავლენებმა აფხაზეთში, ეს შეიძლება ბევრისთვის გაურკვეველი იყოს, მაგრამ ეს არის ხელის გულზე. აბსოლუტურად ყველა ფონდები, იგივე USAID,
იგივე მშვიდობის ფონდები, 1000 გაეროს 1000 არხები, რომლებიც იყო აფხაზეთში გაჭრილი, მათ შორის აი ისინიც, რომლებიც განაღმვით საქმეებს აწარმოებდნენ, ჰუმანიტარულ მისიებს აწარმოებდნენ, მათ შექმნეს ჩვეულებრივი საკონტაქტო გავლენის ჯგუფები აფხაზეთში და აბსოლუტურად ყველა ეს ეგრეთ წოდებული სამამულო ომის ვეტერანები, რომლებიც ეს ამცახარა და ესენი არიან, ესენი აბსოლუტურად ყველა იჯდნენ აი ამ დასავლურ დაფინანსებაზე, თურქულ დაფინანსებაზე და თურქეთი, რომელიც იყო ჩუმად და წყნარად თურქებს საერთოდ ახასიათებთ ესეთი პოლიტიკის გატარება, ეს რუსებს ახასიათებთ ხისტი პოლიტიკის გატარება, რომლითაც, რა ვიცი, ბოლო-ბოლო მაინც ტანკზე და იარაღზე მიდის საქმე, თუ არა ეს წყნარი რბილი ძალის სერიოზული პრობლემა აქვს რუსებს, ეს არ შეუძლიათ მათ ბუნებაში არ იჯდა და არ ზის ისტორიულად, რომ მათ გაატანონ წყნარი ისეთი რბილი ძალის ძალა. თურქებს ეს უმაღლეს დონეზე აქვს დამუშავებული და არა მარტო აფხაზეთში, ზოგადად რა, საქართველოშიც, ბოლო-ბოლო მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ჩემმა პოლიციამ დამიჭირა იმის გამო, რომ თურქებს არ წენოდა დიდგორობის აღნიშვნა. თურქის ელჩის პირდაპირ მოთხოვნაზე, ხო? აი ესე ჩუმად, ვითომ ყველაფერი ნორმალურადაა, თურქეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირი აფხაზეთის აღიარებას არ აპირებს, მაგრამ რაღაცა ხდება. ეს რა ძმა უფრო ცოტა ეს ტექნიკური საკითხი არის, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მაგაზეც ვთქვათ ორი სიტყვა ბოლოში. ასე შეიქმნა ეს ყველაფერი და აფხაზეთში თურქები აი ომის დამთავრების მომენტიდან ცხვირშეყოფილები იყვნენ ყოველთვის. მანამდე იმდენად ძლიერად ვერა. თუმცა, როდესაც დაიწყო აფხაზეთში კონფლიქტი, მაშინდელი თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი უნდა ყოფილიყო, არ მეშლება. მეორე დღესვე გამოვიდა და მაშინდელი რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი აფხაზების გენოციდში დაადანაშაულა. ეს მე თვითონ არც უარყვია ეგ ყველაფერი, განაცხადა ეს ყველაფერი. ანუ თურქეთს, რომელიც იყო აფხაზეთის, საქართველოს და მთელი საქართველოსი და აფხაზეთის განსაკუთრებით ისტორიული კოლონიზატორი შუა საუკუნეებიდან, აფხაზეთთან გააჩნია ძალიან სერიოზული კავშირები. და სიმართლე გითხრათ, ის რომელი პრობლემა შეიქმნა დანარჩენ საქართველოს და აფხაზეთს შორის, ეს არის თურქების ისტორიული ნამოქმედარის ბრალი, იმიტომ რომ როგორც სხვაგან აფხაზეთშიც რწმენამ მაჰმადიანი ტომების ჩამოსახლებამ და აფხაზებად გამოცხადებამ შექმნა დანარჩენ ქართულ მოსახლეობასთან პრობლემა. ამიტომ თურქებს არა მარტო თვალი აქვს დასმული, ისეთი არხები აქვს აფხაზეთში გაჭრილი და ყველაზე მეტი საშიში ესაა, ამას ვერ ხვდება ბევრი. და ამის მიხვედრა არ უნდათ საქართველოში. აი ხვალ რო ოცნებობენ, რომ აი გავიდეს, აი გავა რუსეთის ჯარი და ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში. რუსეთის ჯარი კი გავა, მაგრამ ვისი შევა იქ? ვისი შევა ამაშია საქმე. ეგ პატა ზაქარეიშვილები და ერთი და იგივე ფონდებიდან ნაკვები ვირთხები თურქეთის ჯარებს სამშვიდობოდ მოუწოდებდნენ, ისე აფხაზეთში იყო ეს მომენტიც. მოკლედ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ესეთ დაპირისპირება იქ, რომ არის ძირითადად ორი კანდიდატი, ერთი არის რუსეთის, ასე რომ ვთქვათ, სიმპათიებით, ვინც არის ესა გუნგბა და მეორე არის ადგურ არძიმბა. ახლა ეს ადგურ არძიმბა იმ არძიმბის ნათესავი ხუა თავისთავად, მაგრამ ვინ არის? სწავლობდა ეგრეთ წოდებულ გიულენის სკოლაში და გიულენის, რომელიც შორის საქართველოშიც მოდებული იყო, თურქულ სკოლაში და შემდეგ განათლება აქვს მიღებული შიგ დასავლეთში. კონკრეტულად ლონდონში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პიროვნების ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკოსის ბიოგრაფიაში. იმიტომ რომ სადაც განათლებას ღებულობენ, იქ ფორმირდება კონტაქტები, ურთიერთობები, რა ვიცი, სხვა ბევრი რამე, სპეცსამსახურებთან კავშირი და აქედან გამომდინარე ხდება ისი პოლიტიკური კარიერის მხარდაჭერა. ამიტომ მთელი თურქული და დასავლური ორგანიზაციები, რომლებსაც ფიქრშიც კი არა აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სტავკას, ასე რომ ვთქვათ, უხეშად აკეთებენ აი ამ პერსონაჟს. ასევე უხუცესთა საბჭოები, რომლებიც არის აფხაზეთში და ვეტერანთა გაერთიანებები, თავს რო იკლავენ, რომ რუსეთი ჩვენი ძმაა და ასეა და ისეა, თუ იძახიან ამას ღიად, თუ არ გახდება არძიმბა პრეზიდენტი, ჩვენ იარაღს მოვკიდებთ ხელს. ეს აფხაზეთში არავის არ უყვირთ. იმიტომ რომ აფხაზეთში ერთი არძიმბამ დაასრულა მისი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობა, თუ არა, მის მერე ან მოკვდა აფხაზეთის პრეზიდენტის სკამზე ბაღებში, ან და ერთერთმა ვერ დაამთავრა თავისი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო სროკი. ეს იქნებოდა ხაჯიმბა, ეს იქნებოდა ანქვაბი, აგერ ახლა ბჟანია და ასე შემდეგ. ვერამ ვერ მიიყვანა ბოლომდე. სულ არეულობა ხდება, სულ ის ახლა ამბობენ, რომ აფხაზეთში მოხდაო მანდარინების მაიდანი, რევოლუცია. ხო, ესენი აქეთ მხარეს. ახლა იქეთ მხარეს ეს გუმბმა და ეს რუსული გავლენები არის. საერთო ჯამში ასია ფორმირებული რა, გამოკვეთილი აი ასე. ახლა რატო იხლართება ეს კვანძი? მე ახლა დოკუმენტი მინდა გიჩვენოთ თქვენ, ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელი დოკუმენტიც არის გამომჟღავნდა არც ისე დიდი ხნის წინ, იმიტომ რომ თვითონ დოკუმენტი შედგენილია არც ისე დიდი ხნის წინ, 9 იანვარს არის შედგენილი. და არის თურქი პარლამენტარის დევლეთ ბახჩელი თუ ბოხჩელი, ასეთი გვარისაა იქ. ნაციონალური მოძრაობა ქვია იქ სხვათა შორის თავის სახელად, ასე რომ ვთქვათ. არის პარლამენტის წევრი, არის ერდოღანის ერთ-ერთი უსაყვარლესი და უახლოესი მეგობარი და ეს არის წერილი, რომელიც წერილითაც მას აქვს მიმართვა გაკეთებული თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, სადაც ის პირდაპირ ითხოვს უფლებას და თხოვს დახმარებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ერდოღანს და ამათ თვითონ, რომ მისცენ უფლება და მისცენ რესურსი საიმისოდ, რომ ისინი ჩაერიონ აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებში. რათა თავიანთმა კანდიდატმა და პროთურქულმა ძალებმა აფხაზეთში მოიკიდონ ფეხი, რომ პრობლემა არ შეექმნათ. ეს არის 9 იანვრის დადგენილება, ხელმოწერილი, დასმული, გაფორმებული და ჩამონათვალია. ჩამონათვალია, შემიძლია გაჩვენოთ ეს ჩამონათვალიც. ეს ჩამონათვალი. ეს ახლა თურქულ ენაზე ამას მე უბრალოდ თარგმნი და ეს მათი სამოქმედო გეგმები. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ ეს თურქული სპეცსამსახური აფხაზეთში თავიანთი გავლენების გატარებას. ნუ ითხოვს ფულს, ითხოვს კონტაქტებს, ითხოვს არხებს ამ ადგურ არძიმბის მხარდასაჭერად და საინტერესო მომენტი არის. იქ აი ახლა გაიხსნება ის კვანძი და აი აქ არის ძაღლის თავი დამარხული, სადაც ის ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთში არის
დიდი, საკმაოდ დიდი სომხური დიასპორა, რომელიც სომხური დიასპორაც არის რუსეთის მხარეს და არ არის თურქეთის მხარეს და ესენი არიან საპირისპირო მხარეს, ანუ ბჟანიას და ანქვაბის და ამათი მომხრე ხალხი, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს თურქულ ძალას აფხაზეთში თავიანთი პრეზიდენტის დასასრულად. იქ ჩამოთვლილია ბევრი საკითხები, ამას რა შეიძლება მოყვეს, ისინი ითხოვენ აფხაზეთში, ესე რომ ვთქვათ, სომხების გენოციდის აღიარებას აფხაზური პარლამენტიდან და სხვა უამრავ რაღაცებს რა. ისინი იხსენებენ, რომ ყარაბახის ომის დროს ამათმა მხარი დაუჭირეს სომხებს, იქ მეომრების გაგზავნას, დევნილების მიღებას აპირებენ, ხო, ბახჩელი. და ესე შემდეგ. ახლა ეს ოფიციალური დოკუმენტი ჩემ ხელში თუ მოვიდა და ჩემ ხელში თუ ჩავარდა, თქვენ გონიათ ჩვენი ქვეყნის უშიშროების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვინმეს ხელში არ მოხდა? მოხდა. მაგრამ აი ყრუკედელი, არანაირი რეაქცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქი პარლამენტარები და ესენი ასე იქცევიან, მაგრამ ეს უკვე ოფიციალური მოთხოვნა არის, რომ უშუალოდ თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლობა იქნან ჩარეული, თორე ეს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის მხარდამჭერები თურქეთიდან არასდროს არ აკვდათ აფხაზებს. იყო ესეთი დუტუ ბერინჩიკი, ისიც ნაციონალისტური თურქული მოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც აფხაზეთში ხშირად ჩადიოდა, ჩაყავდა ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, თურქი ბიზნესმენები და მოქმედებდა აქტიურად და ითხოვდა თურქეთის პარლამენტში, ითხოვდა ილი მეჯლისი ქვია მაგათ იმას, აფხაზეთის აღიარებას. ანუ რას ხედავთ ახლა? ხედავთ მარტივად თბილისი გაგებული არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ძალების და ქოცური რეჟიმის საჯილდაო ქვათა ჭიდილად, იქეთ სოხუმი გაგებული არის ასევე თურქულ, დასავლურ, რუსულ, სომხური ძალების საჯილდაო. ქართული არც აქ და არც იქ არაფერი არ ისმის. იქ კარგი გასაგებია, იქ იურისდიქცია დაკარგულია, მაგრამ თბილისში დაკარგულია იურისდიქცია. და თუ დააკვირდება ვინმე, აი, დაკვირვებული თვალი თუ დააკვირდება ამ ყველაფერს, კარგად ჩანს ყოველთვის ერთი დამთხევა. არასდროს არ ხდება აფხაზეთში რაღაცა მოვლენები, რომ თბილისში არ ხდებოდეს მოვლენები. არ ხდება. ყოველთვის ერთი ძალა ახდენს ამ არეულობას. ყოველთვის. ეს არის ზუსტად ის ეგრეთ წოდებული deep state, ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტია და მსგავსი რაღაცეები რა, რომლებიც უამრავი არის, როგორც რუსეთში არიან ჩანერგილები, ისევე თურქეთში და ასე შემდეგ. ერთადერთი მიზანი ამ ძალების არის, რომ არასდროს არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ახლა რამდენად მოსალოდნელი არის უკვე ეს ქვემოთ და ქვემოთ ეტაპებზე, ანუ დაპირისპირება, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ახლა ბევრი ქართველი იმას იტყვის, რომ დაუხოციათ ერთმანეთი. დაუხოციათ ერთმანეთიო და მერე უკეთესი იქნება. არ იქნება მასე მარტივად საქმე. არ იქნება მასე მარტივად საქმე. საინტერესო მოვლენა არის ისიც, რომ აი თქვათ, აი იდეაში და თეორიაში დაუშვათ. რუსებმა დათმეს აფხაზეთი და უთხრეს ქართველებს. ჯერ ისე დათმობით ჰაერზე არ მოხდება. აი წაიღეთ აფხაზეთი და ამყარეთ იქ წესრიგი. აჭარაში როგორც აქვს ცხვირი შემოყოფილი თურქებს,
10 იმდენ შემოყოფენ აფხაზეთში. ახლა იქ რუსის ჯარი დგას. ახლა იქ მთლიანად რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას, ენერგეტიკა არის, ეკონომიკა არის, თუ რამე არის, სადა იქ რამე საერთოდ რა არის, მაგრამ თავის ჯიბეში ყავს ჩასმული აფხაზეთი. იცავს, უზრუნველყოფს დახმარებით, ხელფასით, ელექტროენერგიით, ყველაფრით და მაინც ვერ უმკლავდება იმ თურქული გავლენის შემცირებას, რომელიც არის მომაკვდინებელი რუსეთისთვის. ქალბატონო, თუ შეიძლება ვსაუბრობთ და კითხვები დამისვით ბოლოში. ხო არ შეიძლება რომ გავწყვიტო ახლა საუბარი და გიპასუხოთ ყველას რამდენადმე მომწერთ. მოითმინეთ ბოლოში დამისვით კითხვები და გაგცემთ პასუხს. არ შეიძლება ასე, ხო, საუბრობ რაღაცაზე და მისმენს ხალხი. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, უნდა გითხრათ ეს შენიშვნა. დამამთავრებიეთ. ახლა რუსები ამ ყველაფერს უყურებენ მომაკვდინებლად. და თუ ვინმეს გონია აი მისი სიკვდილით მოკვდა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბაღაფში ძალიან შემცდარა. იმიტომ რომ ბაღაფშმაც თავი შეყო თავის დროზე იქ, სადაც არ უნდა შეეყო. პრო-თურქულ ძალებთან სტამბულში იყო ჩასული, იქ შეხვდა ამათ აი ამ სასტავებს, უთხრა პირდაპირ თქვენ თუ არ დაბრუნდებითო, ამას მართლა ეგონა ხა რომ დამოუკიდებლობა მოიპოვა აფხაზეთმა და დამოუკიდებელი გახდა და ასე შემდეგ. და ჩამოსახლება თხოვა. დაბრუნება აფხაზეთში. თვითონ არ იყო დაბრუნებული მოსკოვში და წააგდებიეს თავი უცებ. მის შემდეგ ყველა პრეზიდენტი აბსოლუტურად ვინც იყო აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ერთგულებას მოსკოვს ეფიცებოდა და მოსკოვის გარეშე არაფერი არ გადაწყდება, მე ვარ აქ პასუხისმგებელიო, მაგრამ ყველა პრეზიდენტი აბსოლუტურად იქნა დამხობილი, ჩამოგდებული, ვერ მიაღწიეს ვერცერთმა თავის ბოლომდე სროქს, ასე რომ. და ზუსტად რა ძალები უქმნიდა საფრთხეს? უქმნიდა ზუსტად ეს ძალები, ეს პროთურქული ძალები. ანუ ახლა ჩვენ რო ეს ყველაფერი ასე ავიღოთ და ამ ყველაფერს ასე შევხედოთ, ფაქტი არის ერთი რაღაცა. იქნება საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული, იქნებიან იქ ქართველები, წამყვანები, არ იქნებიან. ამ ტერიტორიაზე ყოველთვის იარსებებს ჯახი უცხო ქვეყნის ინტერესების. აი მაგის მაგალითი არის აფხაზეთი. იქ პრო-ქართული ძალა არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომელი ადამიანებიც განსაკუთრებით როა იყო აფხაზების 90%-ს ან ქართული სისხლი აქვთ, ან ქართული გვარები აქვთ, ხო? აი ახლა როგორი გვარები შეგვხვდება, ხო? კობახია, იგივე ბჟანიაც თუ გინდა, მეგრელები არიან, იგივე რა ვიცი, მიქაია, მიქავა, რა შეხება აქვთ იმათ, რასაც ესენი იძახიან, მithom აი აფხაზები და ის და ის. არანაირად და იმათ ვისაც აფსუებს, ვისაც აგრბა, შამბა ესეთი გვარები აქვთ, ხო? იმათაც სისხლი აქვს ნარევი დანარჩენ ქართულ მოსახლეობასთან. ამიტომ ერთი და იგივე სიტუაცია არის, ასე რომ ვთქვათ, ერთი და იგივე ეთნოფსიქიკა არის, ერთი და იგივე ხალხი არის, სხვადასხვა იდეოლოგიით გაყოფილი. მერე როდესაც დაისმება კითხვა და ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი ან არ იცის, ან ამით არ ინტერესდება. აი არ არსებობს, რომ ამ თემის განხილვა მოხდეს რომელიმე ქართულ ტელევიზიაში. სიღრმისეულად, ძირფესვიანად რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რაშია საქმე. მოხდება თუ არა, შესაძლებელი არის თუ არა, სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე? ჩვეულებრივად, მით უმეტეს პოსტკონფლიქტური ზონა, იარაღი ყველას აქვს, ყველა რაღაცა კრიმინალურ ჯგუფში არის გაერთიანებული, ესაა გარდაუვალი მომენტი. ანუ
თუ დაძაბულობა მიდგა იქამდე დაპირისპირებას არაფერი არ უთქვას. ახლა ეს დასავლეთს რაში აწყობს? ნუ ახლა თურქეთისთვის გასაგებია ეს მისი ისტორიული ზონა არის კოლონიზაციის და ასე შემდეგ. დასავლეთს რაში აწყობს? აი ეს მეორე ფრონტი, რომელი ფრონტიც იყო მოთხოვნილი, ეს თუ ვერ იქნება განხორციელებული თბილისიდან, შიგნით მაინც მოხდეს არეულობა და აფეთქება, რომ რუსეთი კავკასიის საქმეებით სხვანაირად დაკავდეს. ესაა აქ მეტი არაფერი. ანუ ჯარის შეყვანა მოუწიოს, არეულობა მოუწიოს, არეულობა მოუწიოს. ახლა თვითონ ეგრეთ წოდებული აფხაზური სეგმენტი, რომლებიც არიან მარძიმბას და ამათი მომხრეები, მაგათი იდეოლოგია და მაგათი ფსიქიკა რა არის? მაგათი იდეოლოგია და მაგათი ფსიქიკა არის აი მარტივად რო აგიხსნათ რა. მაგათ უნდათ ის 300,000 მუჰაჯირის დაბრუნება აფხაზეთში, აღიარება, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ეკონომიკური ურთიერთობების თურქულ დოტაციაზე დაჯდომა, რუსულ დოტაციაზე დაჯდომა, თვითონ არაფრის კეთება. მიღებული ფულის ჯიბეს ჩადება. აი ეს არის მაგათ მარტივი იდეოლოგია, ესაა მაგათ დამოუკიდებლობა, ესაა მაგათ თავისუფლება. და ქართული ისტორიით დაჯდომა და ლეგიტ და საუბარი, რომ აი ასე და აი ის. მოგეთ, აფხაზეთი არის ძალიან დიდი ინტერესების გზაჯვარედი. რუსები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. აი ბოლო დროს დააკვირდება ვინმე რუსულ ტელევიზიაში ახლა შემთხვევით განსაკუთრებით ახლა ისეთ ტელევიზიაში როგორც არის NTV აფხაზეთის სიუჟეტი შემთხვევით არ გავა. გადის საჭირო დროს, საჭირო მომენტში. ამის წინ უყურე ორჯერ იყო ზედიზედ აფხაზეთის სიუჟეტი გამახვილებული, რომ აი აფხაზეთში ტურისტები რამდენი დადიან, რომ აფხაზეთი რუსების ხარჯზე ცხოვრობს, რომ აფხაზეთში კაი დამოკიდებულებაა და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველამ კარგად იცის იქ რაც ხდება და თვითონ რუსეთის ტურისტულ სააგენტოებს აქვთ დაკრძალული იქ ხალხის გაგზავნა, გამოგზავნა, იყო პუტინის წარმომადგენელიც იყო ჩასული, ახლა ამ არჩევნების წინ გადახედა, გადმოხედა სიტუაციას, ჩვენო ვისაერჩევთო სულ ერთიაო, მაგრამ გააკონტროლა, იქ შეპირდა, რომ აიო, აეროპორტი იქნებაო, მალეო, მეტი არა, ჩემი დამაწყევარი, მაგ აეროპორტი მალე არ იყოს. აშენებენ აგერ ამდენი ხანია და ვერ ააშენეს, არ ააშენეს ვერ გია. სხვა მრავალი რაღაცეები და აფრთხილებენ ამით, რომ თუ კი თქვენ აირჩევთ პრო-თურქულ გზას, რაც დაემართა საქართველოს, რაც დაემართა უკრაინას, რაც დაემართა სხვა ქვეყნებს დაგემართებათ ის. ამაში არის მთელი ვიტამინებიო, რო ვთქვათ, ჩადნეულ. ხლა ასე როცა მიდგება საქმე, თავისთავად რუსებმა კარგად იციან, რომ თუ ვინიცობაა და გავლენები დაკარგეს იქ და მომძლავრდნენ აფხაზები, რუსულ სამხედრო ბაზებს იქ ყოფნა არ უწევია. თუმცა ეს წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია ეს რომ მოხდეს, მაგრამ იდეაში რომ მოხდეს, წარმოუდგენელია. ამიტომ რუსებისთვის იმ 300,000 აფხაზის დაბრუნებას აფხაზეთში მილიონჯერ ჯობია იმ 300,000 ქართველის დაბრუნება აფხაზეთში, რომელიც გამოყარეს თავის დროს. მაგრამ ამას ახლა ჩვენი მხრიდან უნარიანი პოლიტიკოსი ჭირდება და უნარიანი ძალა ჭირდება, რომელიც ამ საკითხს დააყენებს რუსებთან სალაპარაკოთ, მაგრამ ამათ ბიჭო თბილისის სამი უბანი ვერ გაუკონტროლებიათ და აფხაზეთის გამკონტროლებლები არიან, რომ ვინმეს ელაპარაკოს, ეს ხო გამორიცხულია. ეს შანსი არა ამის. აი ახლა რანაირი ეშმაკები არიან ისე რუსები. ელექტროენერგიის დახმარება, რომელიც დოტაციური წესით აღუდგინეს აფხაზეთს, სანამდე აღუდგინეს, იცით? თებერვლის ბოლომდე. თებერვლის ბოლომდე არის აღდგენილი. და რატო თებერვლის ბოლომდე? იმიტომ რომ 15-ში არჩევნებია.
მანამდე სანამ დაითვლიან, გამოითვლიან, სანამ პროცესები ჩაივლის, ორ კვირაში გახდება ცნობილი აფხაზეთში პრორუსული ძალა გაიმარჯვებს თუ პროთურქული ძალა. ამისთვის მოსკოვშიც გახსნეს უბნები და იქეთკენ ჩერკესშიც, ყარაჩეო-ჩერქეზიაში რუსებმა, რომ თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ ასე. მაგრამ რამდენად მოხერხდება ეს ცალკე საკითხავია. თუ კი ეს არ მოხერხდება, რა თქმა უნდა, რუსებს თავისი კეტი ხელში უჭირავთ. და ეს კეტი ამ კეტს მაშინ გადაარტყამენ აფხაზებს თავში, როცა გაიწევიან ისევე თურქულ მხარეს. ამიტომ თუ თებერვლის ბოლომდე არ იქნება რუსების კანდიდატი გასული, ის დენით შეწყდება, ის სხვა რამეთ შეწყდება და აღმოჩნდებიან ვირთხის დღეში. ეს პოლიტიკა ტრიალებს ახლა აფხაზეთში, ვისაც აინტერესებდა. აქ კითხვა იყო დასმული ეშერასთან დაკავშირებით. რუსებისთვის აფხაზეთი ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზონა ყველანაირად, როგორც ლაბორატორიის, იმიტომ რომ ანალოგი არ გააჩნია. ახლა ზოგიერთებს ის ავიწყდება, რომ აფხაზეთში ზუსტად ყველაზე მეტი ღრმა დედამიწის ღრმული არის ზუსტად აფხაზეთში. ლაბორატორია ეს მეცნიერულ დონეზე და ასე შემდეგ. სამხედრო ბაზები, რომელიც შავი ზღვის კონტროლს უზრუნველყოფს, რომელიც რუსეთის საზღვრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ რუსებისთვის აფხაზეთი არის ასეთი მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი არის. აქ ახლა გიორგი მეკითხებოდა, იქნება არისო ფარდის მიღმაო რაღაცა მოლაპარაკებები. ფარდის მიღმა მოლაპარაკებები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძალა ხო უნდა ჩანდეს. რომელიმე ძალა ხო უნდა ჩანდეს, რომელიც ამ ყველაფერს გააჩერებს და დააწყნარებს. რომელი მხარე ქოცური პოლიცია დააწყნარებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს? აი თბილისში რო ვინცობა იქ არეულობა მოხდეს. თბილისში ვერაულაგმია ის რაც ხდება. ახლა ამას დაუმატეთ კიდე ამდენი დევნილი თუ დაბრუნდა იქ და რამდენი ვინმე ერთ-ორ ჭიქას დალევს, იარაღს რომ მოკიდებს ხელს და ხელახლა ატყდება. სისხლის ხრა და უბედურება. ამიტომ აფხაზეთი ძალიან რთული საკითხია. ყველანაირად. სამურზაყანო, ჩემო ძმაო, როგორც მე ვიცი, ეს მოიხსენებოდა მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე. ეს იყო, შეიძლება საზღვრები იცვლებოდეს, მაგრამ მაქსიმუმ ამ საზღვრებში მოიხსენებოდა. ძირითადად გალის რაიონი. იქ რა სხვა ამბებია, ეს კიდე ცალკე საკითხავი არის. ახლა თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნია, შეგიძლია დამისვა. ეს კითხვა. მანამდე რო არ მაცლიდით საუბარს. აფხაზეთის მთავარი საკითხი არის უსაფრთხოების საკითხი რუსებისთვის. რუსებს აფხაზეთში აქვთ მით უმეტეს ამ მომენტისთვის განსაკუთრებული გეგმები. და ეს განსაკუთრებული გეგმები უკავშირდება შემდეგ რამეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორების აღდგენას აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთს აქვს ეს კორიდორები აზერბაიჯანის გავლით, მაგრამ მარტო აზერბაიჯანზე იგეგმება ცალკე მშენებლობა, კასპიის ზღვის გამოყენება, მაგრამ არაა საკმარისი, რუსების გეგმაში არის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. რა თქმა უნდა, არ დაჯერდება რუსეთი მარტო ელექტროენერგიის გამორთვას. რუსეთს უამრავი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ აფხაზებს თავში ჩაარტყას.
საქართველოს ტელევიზიები კი ამ თემაზე საერთოდ არ საუბრობენ და აფხაზეთიც საერთოდ არ საუბრობენ. საერთოდ არ საუბრობენ. აფხაზეთი ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცისთვის. რუსეთი ოკუპანტია საძახებლად, იმიტომ რომ ეს არის პროსოროსული ტელევიზია, რომლებმაც აფხაზეთის პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ იმ კუთხით უნდა გააშუქონ, რომ რუსეთი რაც უდია აფხაზეთი აქ ოკუპირებული. სხვა მხრივ არის. ბრძანეთ ქალბატონო ეთო, თქვენ გნებავდათ რაღაც კითხვაზე დამიშვით და თუ რამე კითხვა გაქვთ, გაიმეორეთ და გაგცემთ პასუხს. ამიტომ დაფიქრება ჭირდება ამ ყველაფერს და როდესაც ჩვენ თვითონ დანარჩენ არაოკუპირებულ საქართველოში ერთობა არ გაგვაჩნია, ასეთი საზოგადოება ვერც აფხაზეთს დაებრუნებს და ვერც ომს მოიგებს. კოდორიდან ჩანს თურმე კარგად აფხაზეთი ეს სოხუმია. მე ნამყოფი ვარ კოდორის ხეობაში და მაგ ადგილს ქვია აჩამხვარა. საიდანაც ხელის გულზე ჩანს სოხუმი. დაახლოებით 12-13 კილომეტრი არის. საიდანაც დანახვა არის შესაძლებელი ძალიან ლამაზად სხვათა შორის. არ ვიცი ქალბატონ ლევან პირველი თურქებმა მოკლესო, ვერ ვიტყვი მე მაგ თეორიას ნამდვილად აზრი არა ვარ, ისე ძალიან გული დამწყდა მაგ ადამიანის გარდაცვალებაზე, საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო და დიდი კავშირები ჰქონდა რუსეთში და ბევრ რაღაცას ცდილობდა. სამწუხაროდ აი ესე ხდება. პრობლემა ისაა, რომ პიროვნებებზე არის დამოკიდებული ეს ყველაფერი და არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამაშია პრობლემა. ახლა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა რას ნიშნავს? აღდგენა საერთოდ რას ნიშნავს? გასაგებია, ხო? რუსების ინტერესში რკინიგზის აღდგენა როგორც კი არის ისე რომ ვთქვათ სამგზავრო მატარებლებმაც იაროს, მაგრამ სამგზავრო მატარებლები ნაკლებად აინტერესებს რუსეთს. რუსეთის ინტერესში არის აფხაზეთის რკინიგზაზე ტვირთების გატარების შესაძლებლობა. აი ეს არის მაგათი ინტერესი. სატვირთო მატარებლებმა იარო. საქართველოს გავლით, აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან ირანში, ან საქართველოს გავლით სომხეთში, სომხური რკინიგზა მთლიანად რუსების საკუთრებაში არის და იქედან არ არის მართალია ირანთან დამაკავშირებელი რკინიგზა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტრანსპორტირება იქედან მერე მარტივი ხდება და ასე შემდეგ რა. არ ფიქრობენ, იმიტომ რომ არ უყვართ მისი ქვეყანა. ამათ აინტერესებთ, არჩევნები მარტო საქართველოში აინტერესებთ არჩევნები. არ ვარგა მიშა, არ ვარგა ბიძინა, მოვან პატარა მიშები და უკეთეს ცხოვრებას მოგვიტანენ და არის ეგრე წევილკივილი და არის ერთმანეთის თავპირის მტრევა და ინტრიგები და ჭორაობა და არეულობა და ვის უნდა აინტერესებდეს, აგერ გუშინ ერთი აქტივისტი რო დაიჭირენ, რომელიც ამბობდა, რომ ისა რა ქვია. ტიროდა, გული რო წავიდა, პოლიცია რო ჩხრეკას ატარებდა, რომ არ დამილაგესო სახლი და ისო ამირიეს და დამირიეს და გონია დაჭერას რო უპირებდნენ და ნენსი რაღაცა სასწაული გვარი ქონდა, მეთქი უცხოელია თქვა და თურმე ქართველი ყოფილა. შეცვლილი სახელი და გვარი ქონია. ახლა ამ ხალხს აფხაზეთი აინტერესებს, ხალხი სახელს და გვარს იცვლის, ინგლისელდება, ევროპერდება, შიგ ევროპაში აპირებს შესვლას და რა შეაინტერესებს ახლა იმას აფხაზეთი კაცო. იმათ საქმე არის, ოლე, ოლა. ამის სიმღერა. ჩვენ შემოძმაო რა გითხრა, ლაშა ზუსტად პარაზიტულად რომ მიკვრა ხო, ვოლანდიო, ხო, ვოლანდი თუ რაღაც, ხო. ვოლანდი. ნენსი ვოლანდი, მე უცებ ნენსი პელოსი გამახსენდა. ჩვენ რა ვქნათ ძმაო და ზუსტად
მაგას ცდილობენ ეგ შიგევროპელები, რომ საქართველოს შეტენონ სადმე სხვა მონური ფსიქოლოგიის ხალხი. შეტენონ საქართველოს რომელიღაცა კავშირში და აი ამ კავშირში შეტენილი საქართველოს იმართებოდეს ბრიუსელიდან და თვითონ ცხოვრობდნენ კარგად. აი ეს პარაზიტები არიან. აბა ახლა რომელ ერთ შიგევროპელს უშრომია და მისი შრომით რამე მოუპოვებია. ყველა ზის გრანტებზე, სვამს, ჭამს, გულაობს და დავალებას ასრულებს და ასე ხედავენ საქართველოს მომავალს შევალთ ევროკავშირში და გაბრწყინდება შიგევროპა. რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს რუსეთი იცით რა შეასაქმე ახლა ცოტა ძალიან კომპლექსური საკითხი არის რუსეთისთვის რუსები უყურებენ ამ საკითხს აი ასე ანუ დავაბრუნოთ ქართველებიც და აღდგეს ისე როგორც რუსეთ-ბელორუსიის კავშირია რაღაცა ამნაირი სასწაული ურთიერთობა მაგრამ სერიოზულად არ აქვს ხელი მოკიდებული ამ საკითხის პოლიტიკურ მოგვარებაზე იმიტომ რომ ჯერ საქართველოში თბილისში არ არის მყარი ხელისუფლება თბილისში არ არის ის ძალა რომელიც ძალაც საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ააგებს მის პოლიტიკას ისე რომ საქართველოს მხრიდან რუსეთს საფრთხე არ დაემუქრება კავკასიაში. ანუ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება აგებული ისე რომ ეს არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის საფრთხეს. და საქართველოში არის ისეთი ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლება რომელიც იზაღის მაინც ნატო კვატოში გვინდაო. ამიტომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი ამ გეგმას არ განიხილავს. რუსეთთან არის დიალოგი და ძალიან რთული დიალოგი საწარმოებელი იმისთვის რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ამის გამკეთებელი ახლა არც ივანიშვილია და არც დანარჩენი. ეს ილუზიები, ჭორები, რომ აი ბიძინა აფხაზეთს იყიდის და ჯიბეს ჩანა სისულელეები რა, არ ხდება ეგრე. ყველაფერი ფულით არ კეთდება. კოცი მოაგვარებს აფხაზეთს და აფხაზების დაბრუნებას კი არა, რაც კოცები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ქართული საზოგადოება ისე დაიყო და ისე დაიშალა, რომ ადრე მაინც აი მიშას წინააღმდეგ ყველა ერთიანდებოდა და ახლა ის ნაცია, ის კოცია, ის გირჩია, ის სექტანტია, ის გირჩიორია, ის გირჩი სამია, ის რაღაცა ჯანდაბაა, ის ახალია, ისია დაქსაქსული და დაიმასკნელი საზოგადოება საქართველოში და ყველა ერთი მეორეზე დარეული საერთოდ არ აინტერესებს. მე მინდა გითხრა რადგანაც ახლა აი ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. აი კონფედერაციას საქართველოსთან მიმართებაში პრო-თურქული ძალაც განიხილავს, რო იცოდით. კონფედერაციას. პრო-თურქული ძალა ამას განიხილავს, მოდის საქართველოსთან კონფედერაციას მოვაწეროთ ხელი ორ თანასწორ სახელმწიფოს შორის და კონფედერაციის მეშვეობით გავიდეთ თურქეთთან კავშირზე. რო იცოდეთ ისე, აი ეს იდეა არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ოპოზიციის ფიქრებში. ეს ღიად განიხილებოდა ეგ ყველაფერი, რომ ჩვენ თავარია მივიღოთ ლეგიტიმაცია რო გვექნება ჩვენ მოვიწვევთ თურქ ინვესტორებს აფხაზეთის ტერიტორიაზე გვექნება მერე უკვე თურქების შემოყვანის ლეგალური გზა და მერე გამოვცილდებით საქართველოს და გამოვალთ. აი ეს გეგმებია. ქალბატონო ელენე. დაუშვათ და გამოჩნდა ეროვნული ძალა. აი დაუშვათ და გამოჩენილია ეროვნული ძალა საქართველოში და მოვიდა საქართველოს მართვის სადავეში ეროვნული ძალა. ეს ეროვნული ძალა თუ მისი ქვეყნის პოლიტიკას ააგებს რუსეთის ლანძღვა გინებაზე გაგრძელდება ის რაც ხდება და რუსეთის მტრობაზე.
მე არ ვამბობ, რომ რუსების სიყვარული და დათვი მეგერევა და ბაბაია უძახეო, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა შენი ქვეყნისთვის გარანტირებული თუ იქნება ქვეყნის არანაირი ნატოში, არანაირ კვატოში, არანაირ მსგავს ორგანიზაციებში გაწევრიანება და ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება ამაზე რუსები მოbrunდნენ და დაიწყონ ლაპარაკი. მე გეუბნებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც რომ აღდგეს, რუსული სამხედრო ბაზები აფხაზეთიდან არ გავა. ეს არ მოხდება. იმიტომ რომ კიდე ერთხელ გეუბნებით, რო არ ვიყოთ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფო და ისიც კავკასიაში, მაშინ შეიძლება თეორიაში რაღაცა იფიქრო. მით უმეტეს რუსეთი ქვეყანას, რომლის წაქცევასაც 50 სახელმწიფო ცდილობს აგერ უკრაინაში და ვერ წააქციეს და ამდენი მსხვერპლი და ამდენი სისხლი იღვრება და დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ იარაღით დღევანდელ რეალობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრობდეს. ამიტომ შენ პოლიტიკა ისე უნდა ააგო, რომ შენი პოლიტიკით არ ავნო იმ დიდ ქვეყანას, რომელიც ეხლა წარმოიდგინე ხალხო თქვენ. აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ. თქვათ და აი ხო არის ამერიკის შეერთებული შტატების მეზობელი მექსიკა და კანადა. და მოითხოვა ამ ხელა ქვეყნები, მოითხოვა მექსიკამ და კანადამ რუსეთის სამხედრო ბაზების გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან. რას იმოქმედებს, როგორ ფიქრობთ, შეერთებული შტატები? დაუშვებს? ფიქრო, არ შეიჭრება, არ დაბომბავს, სანამ ეს ბაზები გაიხსნება? ერთხელ თოხლეს, ასე რომ ვთქვათ, კუბაში და ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემო ძმაო, იდგეს რუსული სამხედრო ბაზები და დააბრუნოს აფხაზეთიო, ხო? აი, თქვათ სიტყვით უთხარი, საქმით როგორ აგეთებ? მაგი რო გამოაცხადო ახლა დღევანდელ საქართველოში, რომ იცით რა, მოდი დავანებოთ ჩვენ ნატო კვატოს თავი და ამ შიგ ევროპას და ამას და ვიფიქროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და იყოს რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში, რო არ მივიღოთ თურქული სამხედრო ბაზები სიტყვაზე. ხო? იმ წუთში გამოგაცხადებენ პუტინის აგენტად და მოღალატეთ. რომ შენ საქართველოს ევროპულ მომავალს უკარგავ და დაგამხობენ და გადაგივლიან და გაგასწორებენ, იმიტომ რომ ამ ძალებმა იმდენად მიეცათ საშუალება, რომ გაეხრწნათ, გამოეგენდერებიათ, გამოელიბერალებიათ, გამოეშიგევროპელებიათ ქართული საზოგადოება, საერთოდ დაკარგეს აზროვნების უნარი. ვერ ხედავთ ახალგაზრდებს აზროვნების უნარი არ გააჩნიათ წესიერი. აქედან გამომდინარე, ახლა მედით იდეაში წარმოიდგინეთ ვინმე ახლა მაგი რო თქვას. კანონი ვერ მიგიღია და ცალფეხზე უნდა დავდგეო და წაკუზული უნდა იყოს და არის ეს საზოგადოება თბილისში. განსაკუთრებით თბილისში და არა მარტო თბილისში. თქვენ გონიათ პროთურქული ძალები არაა საქართველოში? გაუგეს ეს ქვეყანა საჯიჯგნად შიგევროპელებს, თურქებს, არაბებს, ახლა არაბების პროექტები ხორციელდება საქართველოში და ასე შემდეგ. რამდენი პრობლემებია? ნებისმიერი ეს სახელმწიფო იქნება თუ ადამიანი იქნება, ხო? რას უყურებს პირველ ადგილზე, ხო? ადამიანი სახლს სადღაც რო აშენებს, როგორ ადგილას აშენებს? მეწყერსაშის ზონაში აშენებს, საიდანაც შეიძლება ზვავი დაეცეს? პირველ რიგში ყველა უყურებს ან გველების უბეში დაწვება და დაიძინებს და ხამეს გაათენებს? პირველ რიგში ყველა უყურებს უსაფრთხოებას. როდესაც უსაფრთხოება
არის უზრუნველყოფილი ისე რომ არ მოკლავს ვინმე იქ ყოფნის ისე ხდება შემდეგ უკვე დანარჩენი. როდესაც შენ ქმნის შენ უსაფრთხოებას შენი უსაფრთხოების არქიტექტურის აგება ისე გინდა რომ შენ ამის გულისთვის გადაგივლიან და გაგანადგურებენ და გეუბნებიან რომ ამას თუ გააკეთებ დაგბომბავ შეგჭამ დაგახჭობ წაგართმევ არა მაინც მივდივარ იქეთო იმიტომ რომ ის მოსყიდული არის მოსყიდული ყავს იქ შიგ ევროპას და შიგ თურქეთს აიმისოთ რომ ეს აირიოს და რეულობა იყოს მუდმივი და გამოვლიან და დაგიწყებენ რუსეთმა ეს გაგვიკეთა რუსეთმა ის გაგვიკეთა ბიჭო ქართველს თუ იმის სწავლა ჭირდება რუსეთმა რა გაუკეთა მაგრამ ცუდი თუ გაუკეთა კარგიც რო გაუკეთა ის რატო ავიწყდება ევროპამ რა გაგვიკეთა თურქეთმა რა გაგვიკეთა ამას რატო ივიწყებს ქვეყანას თუ უნდა არსებობა და თუ უნდა გადარჩენა მე გეუბნებით აი დღესვე რო აი წარმოვიდგინოთ რომ დღესვე გამოაცხადეს რუსებმა წაიღეთ აფხაზეთი თქვენია დაბრუნდითო იცოცხლეთ მეორე დღესვე იქ თურქებს ჩამოიყვანენ მესამე დღეს არაბებს იმ მიწის გაყიდვასაც დაიწყებენ დანარჩენი აფხაზეთის გაყიდვასაც დაიწყებენ როგორც დანარჩენი საქართველო აღაყიდული და შექმნიან და ახლა ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინეთ და ნატოში მივიღეთო ცივილკივის დაიწყებენ ამას ამის უფლებას მოგცემს ვინმე მაგერ უარ მოხდეს იმიტომ ინგრევა უკრაინა მოკლედ ეს სიტუაცია არის ქალბატონო ელენე მიშამო თურქეთი ისტორიული მარტო მიშამ თქვა ამასე რა ქოცები არ იძახიან მე რა ქოცების დროს არ დამიჭირეს დიდგორობის აღნიშვნის გამო ყველა ერთია ესე რა გაგვიკეთაო არ იციან ჩემო ძმაო არა არ იციან ლაშა თურქეთმა რა გაგვიკეთა არ იციან რომელი ტერიტორიები წაგვართვა რა ტერიტორიები წაგვართვა თურქეთმა ეცსულელობთ თქვენ რომ გაეროს წეს კანონშიო მე ვექცეთ ესა მითხარიო ისო რა ქვია პრეზიდენტის ეროვნებაო და ბიზნეს და ამათ ეროვნება არ ვიცი ყაველაშვილი ქართველი როა მე მგონი ამას ეჭვი არ ეპარება ახლა სალომე რო ფრანგი იყო არც ქართველი იყო და არც ფრანგი იყო სიმართლე გითხრა რა თქმა უნდა ლაბარაკი სააკაშვილი რო სომეხი იყო რა თქმა უნდა ამას ლაბარაკი ყველა მეზობელს აქვს საქართველოს ყველაზე კარგი ორი მეზობელი ყავს ესაა შავი ზღვა და კავკასიონის ქედი მეტი კაი მეზობელი საქართველოს არ აყავს აი ესე აზროვნება და აი ესე ლაპარაკი დანაშაულია საქართველოში საერთოდ ეს არის ახლა რასაც მე ვლაპარაკო ეს არის პრორუსული და რუსეთუმე ეს აზროვნება ეს რუსულია ეს ესეთი ის საერთოდ ქრისტიანი თუ ხარ და პირჯვარს თუ იწერ საერთოდ პირველი რუსეთუმე ხარ აი კარგი კითხვა ზვიადი მეკითხება რომ ერთ წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ ებრაელებს აქვთ ძალიან უბედური წყევლები აქვს და ამდენი წყევლა აქვს ერთი რომ არც შენი იცოდეო და არც ხვის იგესმოდესო ესა რაც ჭირს საქართველოს აი დღევანდელს განსაკუთრებით რო გადახედა არც მისი იციან და არც ხვის იესმით ვინმე ნორმალური წვრეტყვის ის მტერია გაუნათლებელი საზოგადოება თავისუფალი ვერ იქნება ესა და ომს
სამხედროები კი არ იგებენო, ნათქვამია. ომს იგებს მასწავლებელი და სასულიერო პირები. ჩვენთან ერთიც და მეორეც ისია გასწორებული მიწასთან. არც ეკლესიისკენ გახედვა უნდა ბევრს და სკოლიდან კიდე რანაირი მასწავლებლები გამოდიან და რანაირი მოსწავლეები გამოდიან ქერხებათ. იბადონ. არ იყო ჩემო ძმაო, არ იყო ეს ხალხი, რომელმა ხალხმაც ზვიადს და ეროვნულ მოძრაობას და იმ იდეებს გადაუხვია და შეგუა ყველაფერს. არ იყო უკეთესის ღირსი. იყო შევარდნაძის ღირსი, იყო სააკაშვილის ღირსი, არის ივანიშვილის ღირსი. ნახდათ აღარაა საქართველო. ახლა არის ჯორჯია. ესაა კი, ესეა. ამ ხალხს, ვინც ახლა იქ წივის და კივის, რომ იცე საშუალება საქართველოს წინააღმდეგ თურქულ ჯარში ჩაეწერებიან და ნატოს ჯარის ეგიდით იომებენ ქართველების წინააღმდეგ, რაც ისტორიულად არაერთხელ მომხდარა. და მაგალითად გაგახსენებთ ხრესილის ბრძოლას. ხრესილის ბრძოლაში 44,000-იანი თურქული არმიიდან 10,000-მდე ოფიციალურად მოღალატე ქართველი იყო და გათურქებული ისა, რა ქვია, 15,000 გათურქებული ქართველი. ახალციხის საფაშოდან და აჭარიდან და იმიდან, რა ქვია, ფოთის საფაშოდან და ასე შემდეგ. არაფერი განსხვავებული არ ხდება. დღესაც შეეწერებიან ჩვეულებრივად თურქულ ჯარში. ხო, მე ქალბატონი ციცინო მაგას საუბრობ, ახლა მაგ გარეჯის კომპლექსთან და რატო იყო მაშინ, რატო ხდებოდა ასე? იმიტომ ხდებოდა, რომ პიროვნებები, ვინც უდგნენ ეროვნულ მოძრაობას სათავეში, ისინი იყვნენ ქართველები. ისინი ფიქრობდნენ ქართულად, იმათ უძგერდათ გული ქართულად. და აკეთებდნენ ქართულ საქმეს და ხალხი მიყვებოდა ამას. ამათ კიდე, ხო, ამათ რა უდევთ თავში? ერთ ბიზნეს ფული უდევს და მეორე შიგ ევროპის ფული უდევს და აბერ გინდა რო გაყვე. შუა გაკრიფა, შეასრულა ამ კაცმა. გურჯისტანი ხდებით, გურჯისტანი. მოკლედ აი ეს იყო, თუ ვინმეს გააქვთ რაიმე კონკრეტული კითხვა თუ არა, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, აღარ მოგაწყენთ თავს. ეს საღამოთი ცოტა მოგვიანებით ერთი ვიდეო ჩართვა გვექნება, დაგეგმილია და იმედია გამოვა საინტერესო საუბარით სტალინთან დაკავშირებით, ცოტა სხვანაირი კუთხით. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.